მაშ, როგორ უნდა ვაბანაოთ ბავშვი? ჩვეულებრივ, სამშობიაროში გვირჩევენ, რომ ბავშვი კვირაში 7-ჯერ, ანუ ყოველდღიურად ვაბანაოთ. მაგრამ ჩემი აზრით, ეს ჩემი პირადი მოსაზრება, ჩემი ექსპერტული შეფასებაა. არანაირი აუცილებლობა არ არსებობს, რომ ეს ყოველდღიურად კვირაში 7-ჯერ გავაკეთოთ. სავსებით საკმარისია ახალშობილი ბავშვი კვირაში ერთხელ ან ორჯერ დაუბანოთ ჰიგიენური საშუალებების გამოყენებით. რადგან პატარა ახალშობილები ჩვენთან ერთად ქუჩაში თითქმის არ გადიან. ისინი არ დაძვრებიან ქვიშის ყუთებში, არც მიწიდან იღებენ რამეს, ხომ ასეა? ანუ ფაქტობრივად ისინი სუფთები არიან, ხომ ასეა? ოფლიც კი შეიძლება მარტივად მოვაშოროთ ჩვეულებრივი, მაგალითად ძველი ხელსახოცი, რომელსაც წინასწარ წყალში დავასველებთ, ხომ ასეა? იმისთვის, რომ ყველა ეს რეაგენტები იქიდან ჩამორეცხოთ, ხომ ასეა? ანუ ეს სრულიად მშვიდად შეიძლება გაკეთდეს. როცა ვსაუბრობ აბაზანებზე, ეს აბსოლუტურად ნორმალური რამეა. სლაიდებიც აბსოლუტურად ნორმალური რამეა. ეს ყველაფერი ინსტრუმენტებია. ინტერნეტში ალბათ საკმაოდ ბევრ ექსპერტსა და სპეციალისტს ნახავთ, რომლებიც გეტყვიან, რომ ბავშვისთვის საუკეთესოა, თუ მას პირდაპირ დიდღია აბაზანაში აბანავებთ. მაგრამ როგორც გოგონა, რომელიც პირველად აჩენს ბავშვს, ალბათ არ ავირჩევდი და უპირატესობას არ მივანიჭებდი დიდ აბაზანას. იმიტომ, რომ ამ ბავშვის დაჭერა, მასთან მანიპულირება და ურთიერთობა, ეს მართლაც ძალიან რთული საქმეა. ამიტომ, თუ საკუთარ თავში დარწმუნებული არ ხართ, სრულიად მშვიდად იყიდეთ ეს პლასტმასის მშვენიერი აბაზანა, იყიდეთ სპეციალური ბორცვი და აწვინეთ იქ ბავშვი და ასხით წყალი 36-37 გრადუსის ტემპერატურაზე, ისე რომ მხოლოდ თავი იყოს გარეთ და დაბანეთ ისე, როგორც თქვენთვის კომფორტულია და როგორც თქვენთვის მოსახერხებელია. და არ ვუსმენთ არავის, ვინც გეტყვით, რომ ბავშვი მხოლოდ დიდ აბაზანაში უნდა დაბანოთ.